პლასტმასის ბოთლების აკრძალვის რეგულაცია 4 წლით გადავადდა. მთავრობამ ბიზნესის ინტერესები გაითვალისწინა, ასევე აღკვეთა სამომხმარებლო ფასებზე შესაძლო გავლენა. გადავადებამდე გაიმართა კონსულტაცია. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით, ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. თუმცა ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის ობიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე. ბიზნეს სექტორთან ჰქონდა აქტიური კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით 2031 წლის 1 თებერვალამდე. მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები კერძო სექტორთან, ბიზნესთან და როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ბიზნესი საქართველოში არის გამორჩეულად მაღალი პასუხისმგებლობით, გარემოსთან და ჯანმრთელობასთან მიმართებით, ზუსტად ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რომ თვითონ გადაწყვეტილებასთან მიმართებით იყო აბსოლუტურად ერთსულოვანი, ითხოვეს დრო ამასთან მიმართებით, კონკრეტული მექანიზმების და ინსტრუმენტების შემუშავებაც, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული.